კლასიკური წითელი ოქროს გოგო მოვიდა. კლასიკური წითელი შავი ლოგოთი მიხვდებით ალბათ რატომაც, იმიტომ რომ ყდაზე გამოვიტანეთ ნიკო ფიროსმანის ქალის აღდგომო კვერცხებით და ყველას გილოცავთ კიდევ ერთხელ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ძალიან კვირაცხოვლობას გილოცავთ ასევე კი და ეს შავი ფონები ახასიათებს ფიროსმანს და ბევრი სხვადასხვა აღდგომა აქვს დახატული ნიკალას, თუმცა ჩვენ მაინც ქალი ავარჩიეთ. ფიროსმანის შემოქმედება მე ვფიქრობ არასოდეს ძველდება, იმიტომ რომ ის ხატავდა იმას, რაც არის ნამდვილი და ნამდვილი ყოველთვის არის ლამაზი. თუ როგორ დაიპყრო თვითნასწავლმა გენიოსმა მსოფლიო გამოფენები და გალერეები და დღემდე რჩება ქართული სულის იდენტობად და ყველაზე ახლობელ ნაწილად, ამაზე გვაქვს საშუალება რომ ნახოთ სიუჟეტი, რომელიც მოგვიმზადა ქეთი ჭეიშვილმა. მას არც სახლი ჰქონდა, არც ოჯახი და არც სახელოსნო, თუმცა მის თვალებში მთელი სამყარო ეტეოდა. გაცრეცილი ტანისამოსი ეცვა, თუმცა ისეთი შინაგანი დიდებულებითა და არისტოკრატიული თავდაჭერით გამოირჩეოდა, რომ ქალაქელებმა ირონიულად გრაფიც კი შეარქვეს. ეს ნიკო ფიროსმანაშვილია, კაცი, რომელმაც ქართული სული თავის ნამუშევრებში გააცოცხლა და ჩვენს ყოველდღიურობას უკვდავების ელფერი შესძინა. ნიკო, გეყო წანწალი. მოდი ჩემთან მოჯამაგირეთანი. ჩემ საქმეს რომ მორჩები. იმ ხატზე არას დაგიშლი. მორკილებს ვერ დავიდებ, გოლა. ყველაფერი კახეთის ერთი პატარა სოფლიდან, მირზაანიდან დაიწყო. ზუსტი თარიღიც კი არავინ იცის. ფიროსმანი 1862 ან 1863 წლის 5 მაისს დაიბადა. ადრე დაობლებული ნიკო თბილისის დიდმა ქალაქმა შეიფარა. მუშაობდა რკინიგზაზე, ჰქონდა საკუთარი დუქანიც, მაგრამ მისი ნამდვილი მოწოდება სულ სხვაგან იყო. 25 წლის ასაკში მან ყველაფერს ზურგი აქცია და ხელში ფუნჯი აიღო. მას არსად უსწავლია, მისი მასწავლებელი თავად ცხოვრება და ის ადამიანები იყვნენ, რომლებსაც ყოველდღე ხედავდა. ნიკალას თვალი განსაკუთრებული სიზუსტით ამჩნევდა იმ ტრადიციებს, რომლებიც ქართულ ყოფიერებას საუკუნეების განმავლობაში კვებავდა. თავისი საუცხოო პრიმიტიული სტილით მან შეძლო ტილოზე გადმოეტანა ის საკრალური ატმოსფერო, რომელიც საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან რელიგიურ დღესასწაულს, აღდგომას უკავშირდება. მის შემოქმედებაში ეს თემა მთელი სერიითაა წარმოდგენილი. ქალი სააღდგომო კვერცხებით, სააღდგომო ბატკანი, სააღდგომო სუფრა, სააღდგომო ნადიმი და ასე შემდეგ. ფიროსმანის შემოქმედება თბილისურ დუქნებსა და სარდაფებში იბადებოდა. სანამ სხვები ქეიფობდნენ, ნიკალა კედლებზე სასწაულებს ახდენდა. მისი პერსონაჟები თევზით ხელში მდგარი მეთევზე, ამაყი ირემი თუ უბრალო მეეზოვე, მხოლოდ ნახატები არ იყო. ისინი მისი მეგობრები იყვნენ. ის არ ხატავდა დეტალებს, ის ხატავდა სულს. მის მინიმალიზმში უფრო მეტი სათქმელი იმალებოდა, ვიდრე ყველაზე დატვირთულ ტილოებში. და რა თქმა უნდა მარგარიტა, ფრანგი მსახიობი, რომლისთვისაც მხატვარმა ლეგენდის თანახმად მთელი თბილისის ყვავილები იყიდა. ეს იყო სიყვარული, რომელმაც ფიროსმანი კიდევ უფრო მარტოხელა, მაგრამ ამავდროულად კიდევ უფრო დიდებული გახადა. აღიარება გვიან მოვიდა. 1912 წელს ძმებმა დანევიჩებმა და მიშელ დე დანტიუმ ღვინის ერთ სარდაფში შემთხვევით აღმოაჩინეს გენიოსი, რომლის სახელიც არავინ იცოდა. მათ ნიკალა მოსკოვის ავანგარდულ გამოფენებზე გაიყვანეს. თითქოს გათენდა, მაგრამ პირველ მსოფლიო ომთან ერთად ქვეყანაში სიბნელე ჩამოწვა. დუქნები დაიხურა, ნიკალას შემკვეთები გაქრნენ. 1918 წელს, როდესაც მხატვარი ლადო გუდიაშვილი მის სანახავად მივიდა, ფიროსმანი ვეღარ იპოვა.
მხატვარი უკვე გარდაცვლილი იყო. ის ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, როგორც ნამდვილი შემოქმედი, მარტოობაში და სრულ სიღარიბეში, თუმცა დატოვა სიმდიდრე, რომელსაც ფასი არ აქვს. გავიდა 10 წლეულებიდან იკალას ხის დიდი სახლის ოცნება, სადაც მხატვრები ჩაის დალევდნენ და ხელოვნებაზე ისაუბრებდნენ, სიმბოლურად მთელ მსოფლიოს მოედო. 1969 წელს მისი ნახატები ლუვრში გამოიფინა, იქ, სადაც მხოლოდ რჩეულთა ადგილია. შემდეგ იყო ვენა, ბერლინი, ტოკიო, კოპენჰაგენი. დღეს ფიროსმანი აღარ არის მხოლოდ თვითნასწავლი მხატვარი, ის არის მსოფლიო მოდერნიზმის ერთ-ერთი საყრდენი. როგორც დიმიტრი შევარდნაძე ამბობდა, მან მოგცა მე-19 საუკუნის საქართველოს ნამდვილი სიცოცხლე. ფიროსმანის ტილოებზე დრო გაჩერდა, თუმცა მისი პერსონაჟები დღესაც აგრძელებენ ჩვენთან ერთად ცხოვრებას. ის, ვინც სიცოცხლეში თავშესაფარს ეძებდა, დღეს თავად იქცა ჩვენს მთავარ კულტურულ თავშესაფრად. ნიკალას დაუფასებელი გენია ახლა მსოფლიოს დიდ მუზეუმებში ყვება საქართველოს ამბავს. ამბავს კაცზე, რომელმაც სიღარიბე ფერებად აქცია და მარტოობა უკვდავებით დაამარცხა. ეთერში ვართ. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესოდ მოყოლილი ამბავი და ძალიან სასიამოვნოდ. რა ლამაზი დღე. კარგით რა. ვღელა ნინიკო სად არის? და თურმე რა ხდება? კარგით რა. საყარელო. ბედნიერი ჯანმრთელი ძალიან დიდი მადლობა. როგორ დღესასწაულზე დაემთხვა წელს შენი და ჩაი ჩავიფიქრო და ჩავაქრო. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მადლობა. დიდი მადლობა. რას მანდერმიულებ. და ვიქრე რატო არ შემოვიდა კი შემოვაში ყურში ვიძახივით ნინიკო რაღაც ჩეპეგვა მაგრამ ამ დროს არ დაგვავა. ძალიან დიდი მადლობა. ეს არ დაგვავა მე პირადად რაღაც არ დამავიწყდა მე დღეს ჩემი შვილიშვილის დაბადება. ამიტომ ეს დღე ყოველთვის იქნება ჩემთვის ძალიან ძირფასი. შენ ყოველთვის უყურებს ხოლმე ჩვენ გადაცემას და მიულოცოთ აქედან. გილოცავთ. ამხელობა, ბედნიერება, სიხარული და წარმატება. მუდამ ძალიან დიდი მადლობა. ეხლა იმედია მემახსოვრება რაც ყვავილების საიგულიც ქონდა, მაგრამ გზაშია და დაგვეწევა იქ. ყვავილები დაგვეწევა. დიდი მადლობა. ესე ადრე ცოტა ორგანიზება დაგვეჭირდა. ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო. ძალიან გამახარეთ. ეხლა გადავიდეთ რომ მეყოს ჩვენ საქმეზე გადავიდეთ. ხიალურონს ელოდება რა დისახსენებ. ბევრჯერ ვახსენებ დღეს. გადავიდეთ პროდუქტების ნაწილზე და დავიწყებ სიახლით. უბრალოდ ყველა ქართველისთვის ნაცნობი გვარით თურმანიძე. მათი სამკურნალო საშუალებების მრავალსაუკუნოვანი შექმნის ისტორია ეფუძნება ცოდნას, გამოცდილებას, ასეთი ლეგენდაც კი არსებობს, რომ თურმანიძის წარმომადგენელმა მკურნალობა გაუწია მძიმედ დაჭრილ იტალიელ სახალხო გმირს ჯუზეპე გარიბალდის. შემდეგ უკვე 20-იან წლებში მალაქია თურმანიძე ხდება პირველი ექიმი, რომელსაც მიენიჭა მკურნალობის ოფიციალური უფლება სახლში დამზადებული მალამოებით. ეს ტრადიცია თაობიდან თაობას გადმოეცა და დღეს მიიღო უკვე სრულიად ახალი თანამედროვე ფორმა და შეიქმნა დერმოკოსმეტიკური ხაზი თურმანიძე პლუსი, რომელსაც მალაქია თურმანიძის შვილიშვილი ზუკა თურმანიძე ხელმძღვანელობს. ბოქსში გვაქვს 3 პროდუქტი: სახის დამატენიანებელი კრემი, ცივი დაწურის ზეითუნის და ავოკადოს ზეთები, ფუტკრის ცვილი, ბუნებრივი ლიპიდური
ეს კომპოზიცია ქმნის მდიდარ მრავალშრიან ბაზას, რომელიც ინტენსიურად ატენიანებს და არბილებს კანს, იცავს მის ვარიერს, ზოგადად ფორმულა არ შეიცავს აი ამ პროდუქტების არანაირ სილიკონებს და ხელოვნურ დანამატებს, არის ჰიპოალერგიული, არაკომედოგენური, მთლიანად მათი პროდუქციის ფორმულა დააფუძნებულია ანტიკური მედიცინის ცოდნას, რაც იმას ნიშნავს, რომ შემადგენლობებში დომინირებს ბუნებრივი ზეთები და ცვილები და არა წყალი, როგორც ეს მაგალითად მასობრივ კოსმეტიკურ საშუალებებში არის მიღებული. ყოველდღიური გამოყენების შემთხვევაში კანი ხდება მეტად ერთგვაროვანი, დაბალანსებულია, სწორდება ეს ზედაპირი და ვიზუალი ხდება აი ესეთი მოვლილი, სუფთა და ჯანსაღი. აქედან გამომდინარე, ყველას გირჩევთ, თვითონ ტექსტურა კრემის საკმაოდ მსუყეა, ამიტომ მეტად სიმშრალისკენ მიდრეკილი კანისთვის არის რეკომენდებული. ჯობია, რომ მაქსიმალური სარგებლისთვის ჩასვათ საღამოს რუტინაში, როდესაც ღამე ისედაც მიმდინარეობს უჯრედების აღდგენის პროცესი, პროდუქტი სრულად გამოავლეს ტანების პოტენციალს. შეფუთვაც რა ლამაზია. ისეთი ლამაზია და მართლა ისეთი პროდუქტია, ახლა თვალის კრემზე უნდა ვილაპარაკო უფრო თამამად, იმიტომ რომ ერთი მთლიანი შეფუთვა უკვე გამოვიყენე, სწორედ გუშინ დავასრულე გამოყენება და აუცილებლად გავაგრძელებ, ისეთი კარგია. თვალის კრემზე მინდა ვთქვა, რომ ის შექმნილია სპეციალურად თვალის ირგვლივ სპეციფიური ზონის მოთხოვნებზე. შემადგენლობაში არის ზეითუნის ზეთი, ფუტკრის ცვილი, ნიაცინამიდი, ჰიალურონის მჟავა და სქუალინი. სქუალინი ეს არის ახალია. აი რადგან ახალია, ამიტომ ვხსნი, ეს არის ინგრედიენტი, რომელიც ძალიან პოპულარულია თავის მოვლის საშუალებებში, რადგან არის ძალიან მსუბუქი, უხდება ყველა ტიპის კანს, არის ღრმად დამატენიანებელი, ისეთი ინტენსიური, არ ახშობს ფორებს, იცავს კანის ბარიერს, ამიტომ ფანტასტიკური ინგრედიენტია კრემის შემადგენლობაში და როგორც გითხარით, ისე მთლიანად გამოვიყენე და ამიტომ მართლა ჩემი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ აი ძალიან ჯერთი ტექსტურა აქვს, რბილი, მსუბუქი, ძალიან სასიამოვნო, დღეში ორჯერ ვიყენებდი და აშკარად საერთოდ აი ესეთი გლუვი და ელასტიური ხდება აი თვალსაჩინოდ კანი, თვალის ირგვლივ, გამოხედვა ხდება უფრო ნათელი, მცირდება შეშუპება, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო და იხსნება აი დაღლილობის ყველანაირი ნიშანი. რაც ასევე მნიშვნელოვანია. კი, ეს განმარტებაშიც არის, რომ გრძნობიარი თვალისთვისაც არის რეკომენდებული. და ხელის კრემი, რომელიც პირდაპირ დნება კანზე და ესეც არის აი სპეციალურად პასუხობს ხელის ზედაპირის ფუნქციურ საჭიროებებს. აი ესეთი ტექსტურა აქვს, საკმაოდ მსუყე, ამიტომ საერთოდ აქრობს სიმშრალებს, ხსნის, კანი ხდება მეტად რბილი, ელასტიური და იცავს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან. ამის შემადგენლობაშიც არის ეს ზეითუნის ზეთი, ფუტკრის ცვილი, ფიჭვი და ალოე ვერა და აი ეს სინთეზი კარგად ქმნის აი იმ ლიპიდურ ფენას, რომელიც იცავს და აღადგენს ხელის ზედაპირს. პროდუქტები რადგან დამზადებულია ისეთი აქტიური და კონცენტრირებული ზეთების ბაზაზე და არ შეიცავს არანაირ სინთეტიკურ ემოლენტებს, სასურველია, რომ გახსნიდან გამოვიყენოთ 3 თვის განმავლობაში და მე მართლა გულით მიხარია, რომ აი ასეთი ხარისხის ქართული პროდუქტი შეგვიძლია გავაცნოთ ჩვენს გამომწერებს თანაც სრული ზომებით, რომ გემრიელად გამოსცადონ თავის თავზე და კარგად დაწმუნდნენ მის შესაძლებლობებში და ვისაც არ შეგხვდათ, უკვე თურმანძე პლუსი წარმოდგენილია PSP-ს და ავერსის საფდიაქო ქსელში.
თმის მოვლის საშუალებები არის ყველა აპრილის ბოქში, იმიტომ რომ უნდა მოვამზადოთ თმა და გავაჯანსაღოთ ზაფხულისთვის. ავერსის იტალიური ბრენდი Il Salone, აგერ ლიკამ გამიზიარა, სანამ შევიდოდით ეთერში, რომ ვიყენებო და არაჩვეულებრივი არომატიცა აქვს და მეთანხმე. წყვილში გვაქვს ორი პროდუქტი, შამპუნი კერატინით და ნუშის ზეთით, რომელიც აღადგენს დაზიანებულ და ისეთ გამომშრალ უსიცოცხლო თმას და ამის შემდეგ გვაქვს ნიღაბი ბრინჯის ექსტრაქტით, რომელიც იცავს შეღებილ თმას და უნარჩუნებს ლამაზ ისე ცოცხალ ფერს ხანგრძლივად და საუკეთესო შედეგისთვის შამპუნის შემდეგ აი ცოტა გაწურულ თმაზე უნდა დავიტანოთ, გავიჩეროთ სადღაც 3-5 წუთი რომ მოასწროს ფერზე მუშაობა, ფერის გამოცოცხლება და შემდეგ ჩამოვიბანოთ. ბოქსების სხვა ვარიაციებში გვაქვს აპივიტას დამატენიანებელი, თმის დამატენიანებელი შამპუნი, ასევე გამომშრალი თმისთვის შეიცავს ჰიალურონის მჟავას, შამპუნიც კი თაფლის ექსტრაქტს და მართლა რაღაც გადასარევად არბილებს და ატენიანებს გამომშრალ თმას. სატესტო ნიმუშებიდან აპრილის ბოქში გვაქვს ჩემი საყვარელი Estée Lauderis ლეგენდარული ხაზი Advanced Night Repair ამ ხაზის შრატი ჯადოსნური რომელიც საღამოს რუტინაში დამატენიანებლამდე 3-4 წვეთი შეგვიძლია გამოვიყენოთ და რაღაც მართლა საოცრებებს აკეთებს კანზე და მეორე პროდუქტი არის თვალის გელ-კრემი, რომელიც ასევე ღამის რუტინაში უნდა ჩავსვათ და აი თვალს უკვე აღვნიშნეთ, რომ ყველაზე მეტად ეტყობა ხოლმე დაღლილობა და აქედან გამომდინარე ყველაზე მეტად ჭირდება დასვენება და დილას რო გაიღვიძებთ და ჩაიხედავთ სარკეში, მართლა ჩანს, რომ აი რაღაც შეიცვალა უკეთესობისკენ, ასევე მოხსნილია დაღლილობა, შავი წრეები თვალის ირგვლივ ალაგებულია, შეშუპება შემცირებულია, ნაოჭებსაც ამცირებს და მოკლედ საოცარი პროდუქტია. ეხლა მინდა წარმოგიდგინოთ ძალიან დიდი ხანია ბოქსში არ გქონია პირის ღრუს მოვლის საშუალებები და ღიმილიც რო ძალიან მნიშვნელოვანია ქალის გარეგნობაში დამეთანხმებით ამაშიც ყველა. შევარჩიეთ ფრანგული ბრენდის Pierre Fabris ელგიდიუმი, ესეთ სამოგზაურო ზომის სკვილის პასტა, რომელიც ამაგრებს მინანქარს და ამცირებს ბაქტერიებს. მოვლის მეორე ნაწილი აუცილებლად არის სავლები და PSP საფთიაქოქსელში შევარჩიეთ BioRepair-ის სავლები, რომელიც ასევე ამაგრებს და იცავს როგორც მინანქარს, ასევე ღრძილებს, შეიცავს ჰიალურონის მჟავას და თუთიას. კბილის სავლებიც კი იმდენად ჯადოსნურია ჰიალურონი. გულიმწყება ჟოჟობა იჩაგრება რაღაც ამ ბოლო დროს აღარა ჩანს. გპირდები რომ ზაფხულში გექნება შენი საყვარელი ჟოჟობა ზესთან მიმართებაში პროდუქტებში. გასაგებია. და აქვს სამკურნალო თვისებები და ძალიან კარგად უვლის როგორც თქვით პირის ღრუს და კბილს. PSP-ს კიდევ ერთი ჩემი საყვარელი ბრენდი ეს არის ლირენე და ძალიან საინტერესო პროდუქტი გვაქვს. ეს არის Home Spa-ს მიმართულებაში ტერფის მოვლის ექსფოლიაციური ნიღაბი წინდების ფორმით. ეხლა ხო მოდის წინდების გახდის სეზონი და დატენიანებული და ლამაზი ტერფებისთვის ეს წინდები უნდა ჩავიცვათ 1 საათის განმავლობაში. შეიცავს მჟავებს, გაჟღენთილია ეს წინდები მჟავებით, რომელიც შლის პირდაპირ აი ზედაპირულ მკვდარ უჯრედებს, შეიცავს ურეას, რომელიც ატენიანებს და არბილებს და შეიცავს ქოქოსის ზეთს და თაფლის ექსტრაქტს, რომელიც კვებავს. ესე იგი, ამას რომ გამოვიყენებთ, ამ წინდებს 1 საათი რო ჩავიცვმებთ, როგორი მოქმედება აქვს? 3 დღეში იწყებს ეს მკვდარი უჯრედები დაშლას
და ერთ კვირაში იღებთ baby soft effects. და მე მგონი ძალიან სეზონური და ესეც უკვე დატესტილია და ძალიან კარგად მუშაობს და ძალიან საჭირო პროდუქტია და ჩემი აზრით საყვარელი. წინდები. აუცილებლად. მაგით სიარული შეიძლება? არა, სახში კი ესე წამოწოლა და ფანტასტიკურ შედეგს იძლევა. ფილმს უყურო, თან გაიგეთო, ერთი საათი მალე გავა და ტერფებსაც სჭირდება მოვლა აუცილებლად. გადავიდეთ დეკორატიულ კოსმეტიკაზე და ბოქსში გვაქვს მიზონის ლოკოკინის ხაზიდან BB კრემი. ვისაც დაგიტესტავს ეს პროდუქტი, იცით ალბათ რომ საოცრებაა. ჩვენი მარიამიც ვიზაჟისტი იყენებს და ცოტა მუქიფერია, მაგრამ ურევს ღია ტონალობაში და რაღაც არაჩვეულებრივად ჯდება კანზე და თან მულტიფუნქციური პროდუქტია, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ფერს ათანაბრებს, აქვს ბევრი დადებითი თვისება კანზე, იმიტომ რომ ეს ლოკოკინის ექსტრაქტი ამაზე გვისაუბრია, რამდენად კარგად მოქმედებს კანზე, აღადგენს, ატენიანებს, არბილებს და თანაც შეიცავს SPF 50-ს, რომ დაიცვას კანი მზის მავნე გამოსხივებისგან შესაბამისად. დამცავის ცალკე გამოყენება აღარ გჭირდებათ რუტინაში, როდესაც იყენებთ მიზონის ამ BB კრემს. იმისთვის, რომ შევქმნათ ამ სეზონზე და ამ გაზაფხულზე აქტუალური და ტრენდული მაკიაჟი დაგვჭირდება კიდევ 3 პროდუქტი, რომელიც ნავნეს მაღაზიათა ქსელში შევარჩიეთ. ერთი არის თვალის ჩრდილების პალიტრა Pure Beauty და რატომ მომწონს ეს პალიტრა? შუაში არის ბაზა და 8 ძალიან ლამაზი და აქტუალური ფერი. ამ პალიტრით სმოუქის გაკეთებაც შეგვიძლია, იმიტომ რომ შავსაც შეიცავს და შავიდან უკვე გადასვლა ყავისფერ ტონალობებზე, რაც ახლა ყველაზე აქტუალურია და თან ვიზაჟისტები ყოველთვის გვეუბნებიან, რომ ჩრდილი პირდაპირ ხუთუთოზე არ წაისვათ ბაზის გარეშე, იმიტომ რომ არ ჩამოვიდეს დღის განმავლობაში და კარგად გქონდეს მდგრადობა, მოკლედ ყველანაირად საჭირო პალიტრა. Ulta Beauty-ს დამატენიანებელი ზეთი ტუჩის მინიმალური, ასევე ძალიან აქტუალური შეფერილობით. და არ არის ეს გლოსი. არის ზეთი, რომელსაც ასევე ძალიან დადებითი თვისება აქვს ტუჩისთვის, არა მარტო ფერის და სიპრიალის კუთხით, არამედ გაჯანსაღების და დატენიანების. არომატიზირებულია თუ? ძალიან კარგი არომატი აქვს და ორი ერთშია, თან დეკორატიული, თან მოვლა. და ძალიან საინტერესო პროდუქტი, იგივე ბრენდის Ulta Beauty-ს წარბის შემავსებელი. მაგრამ შიგნით არის სხვადასხვა აქსესუარები, ესე იგი არის წარბის ფორმები, რომ შენ როგორი ფორმაც გინდა რომ წარბს მისცე, არ იწვალო, წარბის ფერის შემავსებელი. მისაწეპებელია? არა, ესე იგი აი ამ ფორმას დაიდებ, რომ დაინახო და ამას რომ გადაусმევ შემავსებელს არ გადაცდება და იმ ფორმაზე დასვავს და მოყვება კიდე თავისი წარბის სხვადასხვა სავარცხელი. კი, სხვადასხვა ფერებიც არის, უკვე ჩვენ თმის ფერიც გვაქვს კითხვარში და შესაბამისად მათ მიუვიდოდათ, ვისაც თმის ფერი დაემთხოვდა. ეხლა, რადგან მაკიაჟზე ვსაუბრობთ, მაკიაჟის მოხსნაზეც უნდა ვისაუბროთ და შევარჩიეთ მთელი სეტი კანის გასუფთავების და მაკიაჟის მოშორების ივროშეს მაღაზიათა ქსელში. 3 პროდუქტი. ერთი არის მიცელარული დამატენიანებელი წყალი, განკუთვნილი ყველა ტიპის კანისთვის და აშორებს მაკიაჟს როგორც სახიდან, ასევე თვალიდან. მეორე პროდუქტი არის მაკიაჟის მოსაშორებელი გელის ფორმით და ეს განკუთვნილია უფრო საფუძვლიანი წმენდისთვის, ანუ გააჩნია რა სიმძიმის მაკიაჟი გაქვს, იმის მიხედვით გამოიყენებ და
კიდევ ერთი პროდუქტი არის გავს ერთმანეთს, მაგრამ სხვადასხვა პროდუქტია, ეს არის უშუალოდ სახის დასაბანი და კანის გასუფთავებისთვის და არა კონკრეტულად მაკიაჟის მოშორებისთვის. ჩემი აზრით ეს არის იდეალური სეტი, რომელიც შეგიძლიათ ამ თანმიმდევრობით გამოიყენოთ. დილას იყენებთ სახის დასაბანს და საღამოს რუტინაში იყენებთ ჯერ მიცელარული და ბამბის დისკით მოიხსნით მაკიაჟს და შემდეგ მაკიაჟის ნარჩენები რომ არ დარჩეს და იდეალურად იყოს კანი გასუფთავებული, უკვე დაიბანთ აი ამ მაკიაჟის მოსაშორებელი დასაბანი. შედეგად მიიღებთ სუფთა, იდეალურად სუფთა და მოვლილ კანს. და დავასრულებ unboxing-ს ივროშეს სულ ახალი არომატით, რომელსაც ქვია Sur la Land, რაც ფრანგულ და თარგმანში ნიშნავს მინდორზე. ანუ არომატი შთაგონებულია ველური ბუნებით, ყვავილოვანი მინდვრებით, სუფთა ჰაერით და ბრენდი ამბობს, რომ ეს არის რომანტიული არომატი, რომელიც ძალიან უხდება გაზაფხულს. ვერ გავაკეთებ, რასაც ვაკეთებთ ხოლმე, რომ დავტესტოთ, იმიტომ რომ აი ასეთი ფორმით არის და საყვარელი. ორიგინალური. და ესე უნდა დაიკვირო, ანუ ესე ვერ გავასხამ სტუდიაში, მაგრამ მენდეთ და დამიჯერეთ, რომ ნამდვილად ასეთი, აი ძალიან ისეთი ფრეშ რო იტყვიან, აი ესეთი მართლა მინდვრების და მართლა სუფთა ჰაერის არომატს ტოვებს შლეიფად. ასეთია ჩვენი აპრილის შემადგენლობა. როგორც ყოველთვის რაოდენობა პროდუქტის არის საოცარი დატვირთული აპრილის ბოქსი გაქვს ტრადიციული. ჯადოსნური ყუთია, რო არ თავდება. სულ რაღაც როგორც აი პროდუქტი რო ბავშვობაში რო ის იყო, რა ქვია, ქუდი რო იყო და ქუდიდან როიღებდი იმას, რა ქვია. ჯადოსნური ყუთი, მაგიტომ ვიძახით თეონას ჯადოსნური. კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებ, რომ ეს ყველაფერი ერთ ბოქსში არ არის. სხვადასხვა კითხვის მიხედვით არის დაალაგებული და დაკომპლექტებული. ძალიან დამაინტერესა და ძალიან მართლაც სასიხარულოა ჩემთვის. ქართული პროდუქტია ესეთი. ლამაზი შეფუთვით, კონკურენტუნარიანი, ყველამ ვიცით ბავშვობიდან თურმანიძე ყველას გაგვიგია და ყველამ ვიცით მისი ჯადოსნური თვისებების შესახებ, არა მარტო კოსმეტიკა, ნამდვილად არ ვიცოდი თურმანიძე. ეს ახალია და მაგაზე მე ვაგებ პასუხს, რომ ესე ჯადოსნური. ბავშვობიდან დამწრობაზე იმაზე არსებობდა. აი ამ ცოდნაზე სწორედ ეს ყველაფერი დაფუძნებული და ძალიან კარგი იმიტომაც არის წარმატება მინდა უსულო პირველ რიგში ამ გვარის გამგზელებელი ყოფილა წარმოებელი და წარმატება და წინსვლა. მეგობრებო, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. ძალიან გამახარეთ. და მე დაგემშვიდობებით და მაყურებელსაც დავემშვიდობები ერთი კვირი.